მივუძოთ ნაფიცლების დღესასწაულს. დღევანდელ დღეს 2000 წლის წინ და კიდევ უფრო მეტი მდინარე იორდანეზე მივიდა განკაცებული მაცხოვარი, როდესაც მას 30 წელი შეუსრულდა და იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო. სწორედ ამას მოგვითხრობ ჩვენ წმინდა წერილი და წმინდა წერილიდან სახარებიდან ჩვენ მონაკვეთით წავიკითხეთ ერთი რამდენიმეჯერ დღევანდელ მსახურებაზე, იმიტომ რომ დილას ისკარი ჩავატარეთ, ალბათ წყალმოვარდნას ჩავატარეთ და კიდე წავიკითხავთ ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ მონათლა წმინდა იოანე ნათლისმცემელმა ჩვენი სოფლის მაცხოვარი თითოეული ჩვენთაგანის გადამრჩენილი განკაცებული ღმერთი იესო ქრისტე. დღევანდელ დღეს ასევე უწოდებენ განცხადებასაც, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს იორდანეში ღმერთი გამოჩნდა. ყველა წმინდა სამება, როგორც წმინდა წერილში წერია, მამის ხმა ზეციდან იწამებოდა, სული წმინდა დრეთის სახით გადმოვიდა, ხოლო ძე ღვთისა წყლიდან ამოდიოდა. დღევანდელ დღესასწაულთან დაკავშირებით უამრავი ქადაგება აქვს და უამრავი რამ დაწერილა და შეწევით ღმერთმა მოგცეთ თითოეულ ჩვენთაგან ძალას წმინდა მამების თხზულებებში მოყვანილი ამ დღესასწაულთან დაკავშირებული მოსაზრებები რომ წავიკითხოთ, ხოლო დღეს რაც შეეხება რაზე მინდა გითხრათ. დღევანდელ ნათლისღებასთან დაკავშირებით დღეს ძალიან ბევრი ამ წირვაზე ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა, ძალიან ბევრმა მოიყვანა თავისი ნათლულები და ეს გარკვეულწილად ასეთი ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ ნათლულები ერთმანეთს ულოცავენ ნათლულები დღევანდელ დღეს და ეს ძალიან კარგი ტრადიციაა და მადლობა ღმერთსა, რომ ჩვენთანაც ასე გრძელდება დღეს და ნათლისღებასთან დაკავშირებით რა შეიძლება ვთქვათ კიდე. თითოეულმა ჩვენთაგანმა რაღაც ჩვენი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მიიღო ღვთისნათელი. ზოგიერთი ჩვენთაგანი ალბათ ჩვილი იყო, ნათლისღების დღესი რო გახდა, ზოგიერთი საშუალო ასაკისა ვიყავი, ზოგიერთი შეიძლება მოხუცებულობაშიდაც მიიღო ღვთისნათელი და ერთი რამე უნდა გავიხსენოთ ხოლმე კიდევ ჩვენ ნათლისღების დღესასწაულთან. რა თქმა უნდა, როგორც გითხარით, კარგი ერთმანეთს რო ულოცავთ ნათლია ნათლულები დღევანდელ დღეს, მაგრამ უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა, როდესაც მოვინათლეთ, ან ვიღაცა მოუნათლეთ, დავდევით პირობა ღვთის წინაშე, რომ ვიქნებოდით ერთგული უფლისა, ვიქნებოდით ღვთისმოყვარე ადამიანები, დავიცავდით ცნებებს, რომელიც უფალმა მოგცა, თითოეულმა ჩვენთაგანმა მოისმინა, ზოგმა წაიკითხა, ხო, მრწამსი, სარწმუნოების სიმბოლო, რომელიც წმინდა მამებმა შეადგინეს ნიკიაში და კონსტანტინოპოლში და ამ სარწმუნოების სიმბოლოს თქმით, მოსმენით ჩვენ გავიღეთ ჩვენ თავზე ვალდებულება, რომ რაც წერია ის უცილობელი ჭეშმარიტებები, დოგმატები ამ მრწამსში უნდა დავიცვათ, უნდა ვასწავლოთ, ვისწავლოთ და ასე უნდა ვიცხოვროთ, იმიტომ რომ სხვანაირად ქრისტიანული მართლმადიდებლური რელიგიის აღმსარებლობის გარეშე შეუძლებელია სულის ღონება. რატო იბადება ადამიანი? მაცხოვარმა ასეთი სიტყვები თქვა, ჩვენ მეორედ, ჩვენ როცა იბადება ადამიანი, ხო, პირველად, როცა ჩდება ყველას ვიხარია, ხო? და უდიდესი ზეიმია თითოეული ოჯახისათვის და ღმერთმა საქართველოში და მთელ მსოფლიოში ამბავს პატარები, ჩვენ გამრავლება ნამდვილად გვჭირდება, იმიტომ რომ ძალიან ცოტა ვართ დღეს დედები და მამები საკუთარი კომფორტის, ეკონომიური თუ სხვადასხვა მიზეზების გამო შვილებს არაჩენენ. ზოგიერთი ჯანმრთელობის პრობლემის გამოც არაჩენს, ხო? ეს სხვა თემაა, მაგრამ ზოგიერთი იმის გამო რომ კომფორტულად, კომფორტში ცხოვრობს და რაღაცა ნაკლებად ესე იგი შრომობს, იცვალოს და ასე შემდეგ, ამისთვის თავს არიდებს შვილების აჩენას, ხო? და სამწუხარო ის არის, რომ საქართველოში ძალიან მცირე რაოდენობის ოჯახებია, სადაც ბევრი შვილია. ძალიან ცოტა არის ასეთი. ჩვენ სოფელშიდაც რო გადათვალოთ ახლა, ალბათ მრავალშვილიანი ოჯახები ისე ჩამოყალიბებული არის, სამწუხაროდ. ჩვენი წინაპრები ასე არ იქცეოდნენ, იმიტომ ეს არის თავარი ის, რაც ჩვენი ქვეყნის მომავალ ბედნიერებას განაპირობებს, ერთ-ერთი შემადგენელია. თუ შვილები არ გააჩინეს მშობლებმა, მაშინ ვისუტოვებთ ჩვენ ამ ქვეყანას, ხო?
ხო? ასე რომ მერთმა მოგცეს ზალა რომ ეს პირობაც დავდებით ჩვენ ნახტიაზრების დროს რომ მიენდობით უხარსაშვილებს გააჩენთ რა. იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ის პირობა რომელიც ჩვენ წინა წერილში გვეუწყაუფლისგან და ნახტიაზრების დროს რა თქვა მაცხოვარმა ნახტიაზრებაზე რო საუბრობთ ვინც არ დაიბადებაო წყლისგან და სულისგანო ის ვერ შევა სასუფეველში. ამიტომ მოვინახეთ ჩვენ იმისთვის რომ ნარკვების გარეშე სასუფეველში შესვლა შეუძლებელია და ისიც კარგად უნდა გვახსოვდეს და თუ ასე ვიცხოვრებთ და გვეხსოვნება აქვთ ის მცნებები შევეცდებით მის აღსრულებას მერწმუნეთო აქაც ბედნიერები ვიქნებით და იმ ქვეყნად რო წავალთ მე იმედია რომ დიდი ხნის შემდეგ მაგარის მერთმა უწესრობის სავალ ხო მე იმედია ღმერთი სადა სასუფეველსაც დაგვიმკვიდრებს. ასე რომ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს მრავალს და ეს არის ნახტიზრების დიდებული დღესასწაული განცდის უნარი მოგცილ თითოეულმა ჩვენთაგანს გამჩენმა ღმერთმა ამინ.